ჩემო მერაბ, შენთან მინდა გადმოვიდე სიტყვა, ესე იგი გურია ვახსენეთ, მოეფერეთ, კახეთს, არა, მთელ საქართველოს ვეფერებით ცხადია დღევანდელ დღეს, მოდი იმერეთს დაუთმო ჩვენი ყურადღება, სითბო, სიყვარული და რა თქმა უნდა ქუთაისის შენს მშობლიურ ქალაქს. ერთ ამბავს გავიხსენებ ბატონებო, აი ახლა აღდგომის დღესასწაულია და ამ წყინვალე დღესასწაულს გილოცავთ უპირველეს ყოვლისა. აი ხარეცია. ბავშვობაში, ვიქნებოდი სადღაც ასე 5 წლის, სკოლის ასაკი ჯერ არ მქონდა და სახში არის ბიჭო ფუსფუსი. სადებაა კაცო. როგორ მზადება იცი აი კვერცხი იღებება, აგერ რაღაცა ხილი დადგეს მაგიდაზე. არის მოკლედ მთელი ამბავი და ფუსფუსი და ყველა თავის საქმეს აკეთებს და მე მიხარია ხო რომ ესეთი კარგი დღესასწაულია რაღაცა ხდება, მაგრამ რა ხდება? არ ვიცი. ბავშვი ვარ კაცო. და მოიტანეს რა კვერცხი შეღებილი წითელი კარგი შეღებილი კვერცხი დადგეს. მერე პასკა დადეს ბატონო და ეხა ბავშვი ვარ კაცო და ჩემ სახში ვარ, სხვის სახში არა. წამწდა ხელი კვერცხისაგან და მინდა რა აპ რა შვებიო კაცო. ეს ხორობაში პირველად მოხდა რომ რაღაცის აღება მიგზალავე. ბოდიში ბატონო, ახლა წავედი პასკისაგან, პასკა აპ არა შეიძლება. რაღაცა ხდება, ეთყობა და მე არ ვიცი. და პატარა ბავშვი შევხედე, დედიკო რა ხდება თქვა და მომისმინე მე რა ბიშვილო. ეს არის სააღდგომო სუფრისათვისო. კვირადილა რო გათენდებაო, სანთელს ავანთებ და სუფრას მიუსხდებ და მაშინ ექნება უფლება ამ ყველაფრის მირთვევისო. ეხლა მაშინ გავიგე თუ არა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ისე საკრალურად ამიხსნა დედამ. ისე ლამაზად, თბილად რომ აი პატარა ბავშვმა მივხვდი რომ რაღაცა ისეთი ხდება, რომ უფლება არ მაქვს ჯერ ხო განსაკუთრებული რა, უფლება არ მაქვს შევეხო ჯერ და იმ რიტუალს, სანთელის დანთებას, ლოცვას უნდა დავლოდებოდი. მთელი ღამე იმას ფიქრობდი, როდის გათენდება ეს დილა. ყველას გაგითენოთ ისეთი დილა, იმ დღეს გადათენდა და არაერთი გაგთენებოდი. მერაბ, აი ამ ლამაზიდან თბილი ისტორიის შემდეგ ისი რამე და გთხოვო აღდგომას უკავშირდება ესეც და ერთი კეთილით ყუილი გაქვს შენ ნათქვამი და ჩადენილი შენი არტისტული ნიჭის გამოყენებით აღდგომა დღეს შუქირო აჩუქე მოსახლეობას აი გაიხსენე. ქუთაისში ბიჭო, კაი გეიფია აღდგომის დღესასწაული წყინვალე და ავედით გოგებაშვილის აღმართზე ჩემო ბატონო, ჩემ მეგობართან ვარ სახში. კაიფო ბიჭო და ეს ის უბედური დროა. შუქირო მიდიოდა და აღარ მოდიოდა. და შაშიაშვილია მაშინ გუბერნატორი ქუთაისში. ბატონო. ახლა შაშიაშვილი მოგეხსენებათ, მე ჩემ ყულაბაში მაქვს რო ითქვიანი. პაროდიულ ყულაბაში და ბიჭო წავიდა შუქი და მე რავი ასე ვარ თუ. რო წავა, ეს შუქი აღარ მოდის. ხარ მე კარგათავ რო. აიცეთ. აქ ხო არის ქელასი. ქელას უფროსი ხავს, ხო და მისი ნომერი გამიგეთქვა. გამიდგინეს ნომერი და ბატონ თემურ შაშიაშვილის ხმაზე ურეკავ ამ უფროსს. ალო გამარჯობათ. თემური ვარ შაშიაშვილი. მაინტერესებს. რამდენია მიიღება ადგილობრივი კვლევა და გაცემა ელექტროენერგიის. ვიდრე დაუყოვნებლივ მომაწოდა ინფორმაცია, რომ სულ მთელ ქალაქს მოეწოდება 4 მეგავატია. ეს არის ერთი ქუჩა რო გაარეთ. მეტი არა. 4 მეგავატია და ესეო ბატონო თემურო თბილის ვაწვდითო სარელევო ხასო. მეტი არ ყოფნისო არაფერს. ეხლა კარგად ამიგდე ყური. ქალაქმა ხო უნდა იგრძნოს. სიცოცხლის გუნერიანობა ერთი დღეა გადამიანებს. ბრწყინვალე დღესასწაული. გამორთეთ თბილისის სარეველო ხაზი და ჩართეთ გოგებაშვილის აღმავალი ხაზი თქო და 5-10 წუთი არ იყო გასულ ჩაიდო. აქ ამბავია. მახსოვს ეგ რომ თბილისში გამომერთო. ეს აქ ერთავდება კაცო. ხავი ეს კეიფი გაგზელდა შუქი ქონდა თელეღამი და მეორე დილას ერთი ამბავია შაშიაშვილი აქ თათმირი კაცო. შუქი გაქვს თუ კეთილი უყურებ. პირდაპირ ეთერში იყო ხოლმე ბატონ თემურის თათმირები. პირდაპირ ეთერში ბატონ თემურის თათმირები და შაშიაშვილის. ვიღაცა კაცი ყავს 2 მეტრიანი აყუდებული და ეკითხება. ვინ გითხრათ ბატონო სარელეო ხაზი გამორთეთო. ვინ ისი დავალებით გააკეთეთ ეს? გამარკვიეთ თუ თქვენ თვითონ გამოიჩინეთ ინიციატივა. ეს კაცი ფიქრობს ახლა ავიღო ჩემ თავზე, კარგია. არა და მისი დარეგილია. ეტო მასია, მეო ბატონო, მე თვითონ რომ დამნაშავე ბატონო. ეს ფსიქეთე გავაგებო ბატონო.